გამარჯობა ხალხებო. დაჯერალა დასკამდი. გამარჯობა ხალხო. ეს მოვედი დაუგეგმავად. არა, ლოვი მოდი აქ. ტრიანი იქნება, მაგრამ არა უჭირთ, ძალიანაც არა. მოვედი დაუგეგმავად, ანუ არა, დაუგეგმავად როგორ დილას აქეთ მინდოდა, აი დილას მინდოდა მოვარდნა და ერთი კაი სალანძღავი ვიდეო ჩაწერა და ვერ მოვახერხე. არ მეცალა. გვერდზე ქალაქში წავედით ხილბოსტანზე, მერე მოვედით და ჩემქვარს უკვე აღარ წავალ არსადო, მოდი ერთად წავიდეთო ჩემ ბარში. დავლიოთ ყავაო და მე აღარ წავალო თავის ბარში აღარ წავიდა და ჩემ ბარში წავედით. მერე სანამ იქ დაასხდით ალალალალა ვილაყბად გამოვედით სადილობა მოვიდა. ხო და იმის თქმა მინდა მერე სადილი საქმე დასვენება გავედით, ეხლა მოვედით, ისევ დავიწყეთ ჩვენი გასვლები შუადღის პომერიჯოზე, რა ვიცი როგორ აქვია ქართულად საღამოთი და ეხლა მოვედით სახლში და თქვი რომ ეხლა უნდა ვიდეო თორე ჩავთავ ეხლა განა ვერ გავერთობი ჩავთავ ეხლა იმას TikTok-ს და იმდენ რამეს ვიყიდი წუხელ რამდენი ვიყიდი არ მახსოვს ოღონდ წუხელ ტყუილა რა თქვა მარტო ბეჭდები ვიყიდე რამდენი მაქვს უკვე ნაყიდი გამოსაგზავნი აქვთ ის სხვა დეკემბრისა და ეხლა მგონი 5 არ მახსოვს ხო აი ეს საყურე დილას მეკეთა ეს საყურეც ეხა 5 საყური ჩამოვიდა საიდანაც 2 ალბათ არ გამოვიყენებ ალბათ გავაჩუქებ დანარჩენები კი ხო და ეხლა იტყვით ქალო აქა გაქდა გვაჩვენეო აჰა ახლოდან გაჩვენოთ აბა რავი საერთოდ არის არ ვიცი ჩანს არ ჩანს ეგრე ორია ძალიან ცოტა კაი მოზრდილი რგოლი სადარგოლები არ არის ერთ მხარეს რაღაც ვარს ერთი კაია ნაზია და მოკლედ რა ხა არ წავალ და არ მოვიდა ახალი თეფშთა ვარ მოსული და ახალი ის გავაკეთე შოკმანჟე შოკმანჟე მეტი რაღა იყო მაწონზე კეთდებოდა და მე კიდე რძით გავაკეთე კენკრა მქონდა კენკრა გაყინული კენკრა ის კენკრა გავაკეთე როგორც მურაბასავით ცოტა დამატკბობელი გავუკეთე და ცოტა ვერავჭამე ანუ რა ვიცი რა ვერაფერს ვერ ავჭამ რაც ის არის ხოლმე და არ გავაფუჭო მეთქი და გავაკეთე საიდან გაჩვენოთ ეხლა დესერტი მაგ დესერტზეც უნდა მოგახსენოთ ჟელატინი რძე და კენკრა არის ისა მოცხარი მაყვალი და მირტილო რაღა არის რაც არის ხო და მოცვი ხო და ისა მოკლეგარი რა კაკაოთი ხო ვაკეთებდი ამას რძე კაკაო დამატკბობელი და ჟელატინი ეხლა აღარ მინდოდა ეს შოკოლადიანი კაკაოიანი და გავაკეთე ხილიანი მოკლედ დესერტი და ეხლა მაგ დესერტზე რო გამახსენ მე ნინო მეტყვის დაიწყებ რაღაცას და გადახტები და მე ველოდები ხოლმე იმ პასუხსო ხო და არ გავაბრაზებ ეხლა მე ჩვენ თავჯდომარეს ნინოს ხო და უნდა დავიბრუნო თანამდებობაო და აჰა დავბრუნდები და დაგიბრუნდება ხო და დესერტი აფეთქდა TikTok-ი ტრენდი აი მაგ ტრენდებს ვინც იგონებს ყველა ამ სისულელეს ხო ეხლა თქვენი ტყვით ნუ უყურებო ხალხო ინფლუენსა არის გადამდები ანუ რაღაცას ვიღაცით გადაედება ეს რატო გქვია ჩვენ ინფლუენსერი რატო გქვია ჩვენ ეს იუთუბერი იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცას გადავდებთ ანუ ნებით ერთი კომენტარი იყო ნანა საერთოდ არ უყურებდიო მიხო და მაროსო იმდენი ახსენე იმდენჯერ ახსენე იმდენჯერ და ბოლოს მეც უყურებ ეხლა სულო აი ეგ არის რომ რაღაცას რო გადააწყდები მე ზოგი ინტერესი გაქვს ზოგი რა ვიცი რა ზოგი რაღაცაზე წასწდები და მე კიდე დავიდახე ეს ინტერნეტში TikTok-ზე ახალი ტრენდი და ეს პატარა გოგოები აღარ მაქვს ნერვები კაცო გამეკლი ხო და დაიცა გასინჯო ხო გასინჯავენ რაღაცა სისულელეს რო გასინჯავენ ეხლა გაჩვენოთ დაიცა გასინჯო ჯერ დაგემონებულიც რო არ არის აი
გებრიელია. მე რა გებრიელია? არ მეგონა. უნიჭო მსახიობი ვარ ახლა იმისი არ იყოს ქეთოსი, მაგრამ ხო და მეც გავგიჟდი ახლა მეთქი რა უნდა იყოს, კაი ის არის ვწდი, აი უტვინო რო ხარ ადამიანი. ბერძნული იოგურტი ტრენდი რა არისო, იტყვით ახლა ეს არის ესა. ბერძნული იოგურტს აიღებენ, ვისაც უნდა ყავისა, ვისაც უნდა და დაარქვეს იაპონური ტირამისუო თუ რაო, იაპონური. ჯერ იაპონელები გონი გძნობაზეც არ არიან ეგრე არის, ხო და? და აიღებენ ამ იოგურტს, თუ ვისაც უნდა დაატკბოს ცოტა, ვისაც უნდა არ დაატკბოს და ჩაარჭობენ შიგა პეჩენიებს, ორცხობილებს. მე უშაქრო ორცხობილები ავიღე და ამ ბერძნულ იოგურტში ჩავარჭე. წუხედ. მე უნდა დატოვო ერთი ღამე, თუ რამდენიღაცა საათი, არ ვიცი ზოგი ამბობს საყინულეში, ზოგი ამბობს მაცივარში, მოკლედ მე საყინულეშიც დავტოვე, მაცივარშიც. ვაიმე, დღეს ისე გამასკდა ნერვები, რომ TikTok-ზე არა და YouTube-ზე გადავაწყდი კიდე. უკვე გასინჯული მქონდა ეს რა იყო და გემრიელია, თეთრ რა კარგია, ზემოდან კაკაო შეგვიძლია გადამოვაყაროთ, ის არის რა გააკეთეთ, დესერტი საუკეთესო უადვილესი. რა დესერტი, რა იაპონური ჩიზკეიკი. ჩიზკეიკიო ტირამისუ კი არა. ჩიზკეიკი. რა იაპონური და რა ფრანგული ხალხო სადახართ, ან თქვენ თუ ახალგაზრდები ხართ, დედები არა ყავთ, ჩემი ასაკის არო. ისა, რა ქვია, მაწოში ჩაყრილი პეჩენია. ბიჯოს, ვებედედა. რა სისულელე, რაღაცას ააგდებენ, მერე დარბის ეს ხალხი ხო ყველა უნდა იყიდოს, მერე ეს პეჩენია, ორცხობილა უნდა იყიდო, ბერძნული იოგურტი, ისე იოგურტი არ შეიძლება. ვაიმე, რა სულელები ვართ ადამიანები, ხო არა, აი, ვერ წარმოგვიდგენია კიდე. და დაუწერე ერთს, კარგად, ოღონდ ჩემ დათავად, ჩემი სახელი და დამალული აკაუნთით არა. დებილობა თავდაბოლომდე მეუთხარი მაწოში ჩაყრილი პეჩენიაა თქო. მერე ერთი ჩემ ასაკის უფრო დიდი ქალბატონი წერდა. ვაიმე, ვინმემ დაწერეთ რა რეცეპტი, რა არის, როგორ გავაკეთოთ. მე დაუწერე ქალბატონო ჩაყარე მაწოში პეჩენია და ეგ არის მეთქი. ვაიმე, ისეთი დესერტი, რა დესერტი, იოგურტში ჩაარჭე პეჩენიები, ჩალბა ის პეჩენია იქა, ჩაიფლუყა. ჩათხლებდა თუ როგორა ვთქვა და მე იმ რაღაცას ვიირთმევ. თან მაშინ ვერ ვჭამო კიდე არა უშავრა და საათები უნდა დააყოვნო და დედა რა გემრიელი, არ მეგონა თუ ასე მომეწონებოდა, რა გემრიელი, უგემრიელი. დავაი რა. დავაი. ხო და იმაზე მაქვს ნერვები აშლილი, რომ ნახევარი ეგე იქა გდია, ტყუილა გავაფუჭე, იმოდენა ბერძნული იოგურტი. იმოდენა არა ის იყო ვასი. ხო და ესა ვერ შევჭამე, არ მომწონს, იმიტომ რომ მაშინ ვერ მიმერთმია, ანუ ჩაყარე და მიირთვი 10 წუთის მერე მომეწონებოდა და ეგ უკვე ჩამშრალი და ჩაფლუყული შიგა არ მომწონს. ვერ ავყლაპავ. ხო და ეგ ერთი. მეორე მარიტა. სანამ კიდე რამე დამავიწყდება და თავიდან გადამივარდება. მარიტა, ჩემი მარიტა. ხალხო, თქვენ ხო მიწერთ რომ ნანა მიყვარხარ, მიცნობთ ასე თუ ისე, აი სადღაცა თქვა 70 კი არა და შეიძლება 80%-მდე ჩემ პიროვნებას იცნობთ, იმიტომ რომ არაფერს არ ვმალავ, არაფერს არ ვთამაშობ, არ მჭირდება. გან არ შემიძლია გადაყლარჭვა და გადაპრანჭვა და გადატყლარჭვა, მაგრამ რაღაცა იმებს როგორ გითხრათ რა, მაღალ ფარდონებში არის მასავშვები და ასე თუ ისე ჩემი პიროვნების უმეტეს ნაწილს მიცნობთ, ანუ ჩემ პროცენტულად. და ხო მიწერთ რომ აი ნანა მიყვარხარ, მოვწოხარ, რაღაცა ესეთი ხო ხარ ჩემს მიმართ განწყობილები. ასე თუ ისე მიცნობთ, ხედავთ ვინცა ვარ. მე თქვენ ხო არ გიცნობთ, მაგრამ სახელებით მიყვარხართ ხალხო. მართლა გეუბნებით, აი სახელებით მიყვარხართ. მე მარიტა აბა არც პირადში არ აქვს ქონია ურთიერთობა, ეხა პირადში ვისაც დავმეგობრდი და ურთიერთობა გვაქვს, ხო, რა თქმა უნდა, ვიცნობ რა იმათაც კი არ ვიცნობ, პირადად ნანახი მარტო ნინო მყავს, მაგრამ ბევრი ხართ ისეთები, მარტო კომენტარებში თქვენი სახელები რო ვიცი და ის სახელებით მიყვარხართ, ოღონდ მართლა და ერთ-ერთი არის მარიტა, რატომ მოვაყოლე ეს ამბავი. რო 1-2 ვიდეო გავა და მარიტას კომენტარს არ დავინახავთ და რაც უდად ვარ მაკლია. ხო და
ბევრი მყევხართ ესეთი, ვერ ჩამოვთვლი ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ლიკა, თამრიკოა, ძალიან ბევრი ვერა ტყუილად დავიწყებ, იმიტომ რომ ვინმე გამომჩება, ბევრია, ვინც მომდევთ დიდი ხანია და კომენტარებს ვიცი. ხო და მარიტამ დამიწერა რომ რეცეპტიო, სამარხო პეჩენიების რეცეპტი დამეკარგაო თუ და გეკარგა, არც ჩაგიწერია, ხო და ეხლა ზეპირ სიტყვიერად მე მაგას ვერ გამოვაცხობ, იმიტომ რომ ვის ვაჭამო ვერავინ კონსტანტინე, ხო იცით როგორ მიიწმეს? შეფი კონსტანტინე. ძალიან კომფორტულია ესე ხელით დაჭერა, იმიტომ რომ ესე ძალიან უხერხულია და ეგრე კი. ხო და მარიტა და თუ ვინმეს გაინტერესებთ ეხლა ჯერ არა და მალე ხო მოვა დიდ მარხვა. და გაზაფხულია და რამე ხო გინდათ სამაწივრო და საყუათო რომ მიირთვათ და თან კიდევ ამ ნაყიდი რა ქვია სამარხო კარაქი, სამარხო ხაჭო, სამარხო რა ვიცი რეებია კიდე სამარხოები არ ვიცი კარგად მე ვერ ვიცი, მაგრამ ისა სჯობია რომ სახლში გააკეთოთ სამარხო პეჩენიები. მიირთვით წყნარად, გემრიელად, წაუსვით გინდა რაც გინდა პავიჯლო გინდა, რა ქვია სამარხო კარაქი და რაც გინდათ. რაც ეხება ამ პეჩენიებს. ეს სამარხო იმიტომ არ ვიცი რომ სამარხოთ გვჭირდებოდა, იმიტომ ვიცი რომ გაჭირვების დროს რაღაცა ხო გვინდოდა და არაფრის საშუალება აბა ყველაფერი ცოტა გაჭირვების დროს 90-იანებს ვამბობ. ხო და მაშინ რა ვიცი ვინ მოიგონა იმ დალოცვილმა საიდა ხო რეცეპტები ვრცელდებოდა, ხო და ერთი ჭიქა წყალი, ერთი ჭიქა ზეთი. ჭიქა აიღეთ რამხელაც გინდათ, მაშინ ვაკეთებდით ხოლმე 200 გრამიანი ჭიქით და თქვენ რამხელაც გინდათ აიღეთ ჭიქა. თუ ცოტა გინდათ, პატარა ჭიქა აიღეთ, მაგრამ ყველაფერი არის ტოლტოლი რაოდენობით ჭიქით. ერთი ჭიქა წყალი, ერთი ჭიქა ზეთი, ერთი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა მურაბის სეროფი. ნებისმიერი მურაბა რო ამოჭამეთ, მოგჩათ, შეურიეთ ერთმანეთს მურაბები, კარგი გამოდიოდა ხოლმე ძალიან ლეღვის მურაბის სეროფით, ძალიან კაკლის მურაბისაც კარგი გამოდიოდა, ცოტა მუქი გამოდიოდა კაკლის მურაბით, მაგრამ ლეღვის მურაბის სეროფით იყო რაღაცა ზღაპარი. ხო და ლეღვის მურაბას უქონდა ხოლმე ჩვენ. დაიცა წყალი, რძე, შაქარი, მურაბის წვენი, ბორჩი. არ უნდა არც კვერცხი, უნდა სოდა ძმარი, თუ გინდათ გამაფხვიერებელი, რაც გინდათ, არ ვიცი, გამაფხვიერებელი მაშინ არ იყო და სოდა ძმარი იყო და ფქვილს, რასაც შეიზელს, ჩვილი ცომი უნდა გამოვიდეს, მაგარი არა, არ გატენოთ ფქვილით ცომი. ჩვილი უნდა გამოვიდეს, რატომღაც მახსოვდა რომ 5 ჭიქა რაღაცა იყო და 4 გამომდის. წყალი, ზეთი, მურაბის სეროფი, შაქარი. ეგ არის. და ხო, არაფერი არ აქვს, არც კვერცხი არ აქვს, არც არაფერი ისეთი რომ მარხვაში შეიძლება. და მოზილეთ ეს ჩვილი ცომი, ყველაფერი ერთად ჩაუთხლაპეთ და მოჭერით ფორმები და გამოაცხეთ. გამოდის რბილი პეჩენია, არ არის ხრამუნა, არ არის ხრაშუნა, გამოდის რბილი ნამცხვარი. შეგიძლიათ თუ გინდათ მაინც და მაინც ფირფიტებით შეგიძლიათ გააკეთოთ და დაკრემოთ, რა ვიცი, რომელი კრემით არ ვიცი, მარხვაში ვაბობ, მარხვაზე ვფიქრობ ეხლა. პავიჯლო წაუსვათ, ხო, აი, მაგით შეგიძლიათ ის გამოაცხოთ ღობე, დედაჩემი აცხობდა ხოლმე, ჟოზეფინა და ღობე. გაათხელოთ ერთი ფენა, დაადოთ ნებისმიერი ჯემი, პავიჯლო რო ქვია, რო ერქვა. და ზემოდან იმით დაკლეტყოთ რა, ცომით და ღობე და გამოაცხოთ იქნება გადასარევი ნამცხვარი, გინდა საუზმეზე, გინდა ყავასთან და გინდა როგორც გინდათ ბავშვებს, დიდებს, ყველას მოკლედ ეგრე, ერთი ჭიქა, შაქარი, ზეთი, მურაბის სეროფი, წყალი, ტოლტოლი რაოდენობით და გამოვა გადასარევი, თან ბლომად გამოდის თუ იმ 200 გრამიანს გააკეთებთ რა. ეგავ თქვი, არ გეგონოთ რომ რომელიმე ვიდეო რამე საჭირო ინფორმაციით არ დავტენოთ. ეგ უნდა მეთქვა და ვთქვი, კიდე ნეტავისთვის რა უნდა მეპასუხა და არ მახსოვს,
იქ დაუწერე, მაგრამ იქნება და არ ანახავენ. მარილიო, ციყვი მარილი დაგავიწყდაო ნანაო, პეჩენიაშიო, ციყვი მარილიო, ორცხობილები რო გავაკეთე თუ შაქარლამები რა იყო, ხო? ციყვი მარილი არ დამავიწყდა ხალხო. თქვენ გააუკეთეთ, თქვენ როგორც გააქვთ წესი და კანონი და რელიგია, ისე გააკეთეთ. მე არ შემიძლია ციყვი მარილი გაუკეთო ნამცხვარს, კრემს, რძის ფლავს, ტკბილი ფლავი რომელიც არის, იმას მარილი გავუკეთო, არ შემიძლია. იმ მარილსა ვგრძნობ, როგორც კიდე დაატკბე და რაც კიდე გააკეთე, მაინც იმ მარილს არ ვიცი რანაირად ამაქვს მე რეცეპტორები ენაზე, რომ იმ მარილსა ვგრძნობ. მე არ შემიძლია, ვიცი რომ ყველაფერ ტკბილში მარილი უნდა გაუკეთო, ისევე როგორც ყველა მჟავეში შაქარი უნდა ჩაამატო, მოხრაკულ პამიდორში, ბორში, ბორშს შაქარი ხო უნდა მესმის. მაგრამ მე არ ვუმატებ, არ დამვიწყებია იმის თქმა მინდა რომ მე არ ვუმატებ. თქვენ რა თქმა უნდა თვლით რომ საჭიროა მარილი და გემოს გასაძლი, იქ არაფერის გემოს გაძლიერებაზე არ არის საქმე, არ ვიცი, მე არ მინდა და იმიტომ არ გავუკეთე. ხო და მაგიტო რა. არ მიყვარს. ბავშვობიდან არ მიყვარდა, დედაჩემა იცოდა ხოლმე რძის ფლავში ციყვი მარილი, რავი ეგ ხო წესია. და აი მთლად მიკარგავდა ყველაფერს ის მციყვი მარილი. არ მიყვარს. მე ვარ ეგეთი, მე პრობლემა ჩემშია. ხო, ეგ უნდა კიდე ერთი კომენტარი იყო, რომელსაც იქ უპასუხე და ეხლა არ მახსოვს რომ აქედანაც უპასუხო. არა, განა იმიტომ რომ ან ცუდად დამიწერეს, არა კაცო, რას ლაპარაკობ, ჩვეულები, კარგად. ჩემი კარგი მაყურებლები, ჩემი კარგი მეგობრები არიან, ვინც დამიწერა. მაგიტო კი არ ვამბობ, რომ მე ცუდად მიპასუხა. ეხლა დილას ისე ამეშალა ნერვები. ისე გამიფუჭდა დღე, ისე გავნერვიულდი. ისე როგორც რომ მე თითქოს მე გამაწნეს სილა ხალხო. TikTok-ზე არის, ბევრიც უყურებთ ეხლა თქვენ ალბათ, მაგრამ მე ხო გეუბნებით ეხლა რო გითხრათ რომ უიმე როგორც ადრე ვიყავი და არა, ჩემ თავს ვაკონტროლებ აბსოლუტურად, ცოტა ხანი რაღაცას ავსკროლებ, რაღა მაინდა-მაინც ეგა მომიგდო. თოლქმარი არიან გიო ქვია ქმარს და ამ გოგოს რა ქვია ეხლა არ ვიცი, არ მახსოვს რა, სალომე ქვია, მარი ქვია, არ მახსოვს. აი ჩემ უყურადღებობას იმდენად გავნერვიულდი, რომ რამდენიმე ვიდეოები მაქვს ამ გოგოსი ნანახი. ძალიან კარგად ამღერის, თავის პროფესია არ ვიცი მომღერლობა, აი ხელოვანი გოგოა. ალბათ თავიდანვეც იყო ცოტა ფერხორციანი გოგო, არ ვიცი მე, მაგრამ რო გათხოვდა, რო გააჩინა, ბავშვი ყავთ პატარა, მოიმატა ეხლა ამ გოგომ ისე კი არა, მაგრამ კარგად არის შევსებული გოგო. ძალიან საყვარელი გოგოა, აი ძალიან თბილი, ძალიან არ ვიცი რა, ეს ცოლქმარი ძალიან ადრე დებდნენ ხოლმე დაგემოვნების ვიდეოებს, რაღაცებს დებდნენ, რაღაცას გადავწყდომივარ რომ მიირთმევდნენ. დიდად არ მიმცე. მე ხლა როდისღაც იყო ამ რამდენიმე ზაფხულში, როდისღაც ხანდახან რო ამოგივარდება ვიდეო, ხო? თელავში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ გოგოს უნდა რომ თავის საქმეს მიყვეს, ანუ უნდა რომ მუსიკა შეასწავლოს ბავშვებს, დიდებს, რა ვიცი, როგორც მივხვდი. ეძებდა ფარტს, თელავში ვერ პოულობდა, მერე იპოვა, აწყობს იმას, შრომობს რა, როგორ ვთქვა, თავის მოწოდებას უნდა რომ ფრთები შეასხას და მღერის გადასარევად. იმის თქმა მინდა რომ აი არავის არ ეხება ცუდად, არავის ცუდი სიტყვა არასდროს არ იტყვის და ამ გოგოს რაღაცა ცოტა ისეთი ვიდეოები ეტყობა წამოვიდა, სადაც ჩივის რომ აქ დეპრესია, რაღაცა წინაღობები დახვდა, თავისთავად ეხლა გამოიცვალეს თბილი, არ ვიცი სადაურია თბილისელია, რა არის, თელავში გადავიდნენ საცხოვრებლად. მოკლედ არ ვიცი ყველაფერი, მაგრამ ეს წვილი ვიცი. და დეპრესია წუწუნებდა, რომ აი დეპრესია დაეწყო და მშობიარობის მერე დეპრესია და ეგეთი რაღაცა და თავის ვიდეოში თავის მდგომარეობას ადამიანი ამბობს. გამოხტა ეს
ნაგავი ძონძის კუკლა თუ ცუდი რამე სიტყვები მაქვს სალანძღავი ყველაფერს დავუძახებ მაგ გოგოს ქვია ანუკი TikTok-ზე არის TikTok-ერი არის გეიმერი ანუ თამაშობს არაფერს საღირველს არ ადებს ის რომ მაინც რაღაცა ვიდეო დადოს ისა ერთხელ დადო სუნამოები რა აქვს და მანქანაში გადაიყო მე მგონი სადღაცა მაღაზიიდან ითხოვა სუნამოები არც ახსნი და ისა კიდევ უწერდნენ სახლიდან ვერ გააკეთებდიო მაგდენი სუნამოებიო რავი რამდენი 50-100 სუნამო მაგდენი სუნამო რომ მანქანაში არ ჩაგეტანა სახლიდან ვერ გააკეთებდიო სახლში 2 წლის ბავშვი მყავს და ისა მე იმ სახლში ბავშვი ეგდუხები იქ არა გქონდაო და ნუ მოკლედ რაღაცა ვითხოვა ეს სუნამოები ჩაწერა ვიდეო აირევა აქ როგორ აქ 2-3 იყო გახარჯული რა დანარჩენი იყო სულ ხელდაუდებლები და ეს აქ ის აქ და ნუ იტყლაჭება როგორც არაფრის მაქნისი როცა არ ახარ ადამიანი და რაღაცა გინდა წარმოაჩინო ის არის თუ ვინმე ხართ მაგისიანი მე მიყურებთ გეხვეწებთ გადაუზიარეთ გადაუგზავნეთ ჩემი ვიდეო ბოლო სიტყვებით უნაო ლანძღო და ვაგინო არაფრის მაქნისი ექს მოდელი ვარ იქ რა ვიცი ჩინეთში იყო თუ კოპენჰაგენში სადღაცა რა ვიცი აზიის ქვეყნებში იყო მოდელი აი გამუშაობდა მოდელად და აი ეს აკეთა და ის აკეთა თუ რამე აკეთე შენ ცხოვრებაში და ძალიან მაგარი მოდელი იყავი და ძალიან მაგარი ღირებული და ამდენ ფულს გიხდიდე TikTok-ზე არ დაჯდები ქეთოსთან 24/7-ზე არ ითამაშებ ქეთოსთან და ქეთოსზე კიდე უარესებთან. ვინ არიანო და არიან ქეთოსზე უარესები, იმიტომ რომ ვინც ქეთოს უძურება კიდე იმაზე უარესია. ქეთო კიდე სხვა თემა, ეგ სულ გამოვიძიეთ ელაველებისგან ამ ინფორმაცია, ვინც აგდია და რაც აგდია და როგორ ეფოფინებიან და უძურებიან ერთ ადგილში. არ არის ჩემი საქმე, ვისაც უნდა სადღაც უნდა იქ შეუძურეს. არა მაქვს პრეტენზია, არა მაქვს პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ეს ანუკი, ეს ძონძის კუკლა, ეს რავი როგორ თქვა, აი მე ისე ულითმებს, აი ჩემი მაკიაჟი, რა უნდა ლამაზად გამოჩენას იმაზე TikTok-ზე. ფილტრი არსებობს 10 კილოთი ნაკლები, ფილტრი არსებობს უკვე მზა მაკიაჟი, ფილტრი არსებობს გახშირება თმებისა, ფილტრი, ყველაფრის ფილტრი აბა მე უნდა გადავიდე იქა. TikTok-ზე უნდა გადავბარგდე, გავარგა ჩამომათხელებს, ამიკრეფავს ყველაფერს გავლამაზდებ და დამასკუპებს ლამაზად და კოხტათ ამ ნანას იქა. TikTok-ზე. ხო და ნუ ეგ ისე ხუმრობ გადახვევა, ხო და ჩაუწერა ამ პატიოსან გოგოს ვიდეო, აი რა არის და რა შუაშია დეპრესია და რა შუაშია თავზე კაკაშკები უნდა დაიდო და რასა გევხარ გოგო და ეხლა რო იძახი რომ ეხლა ესე ვარო და ეს გოგო წუწუნებდა რომ დისკომფორტი მაქვს ჩემ თავთან რომ მოვიმატე და ნუ ვიზუალი ის აღარ მაქვს და აი კომპლექსები და ეგეთ რა ხო შეიძლება ადამიანმა ამაზე იწუწუნო არა შენი აუდიტორიასთან რა არის გადავედი შენი სურათები ვნახეო და არც მანამდე იყავიო იმის სიკრეტის მოდელიო და არც მანამდე არ იყავიო ეს რატო უნდა უთხრა ადამიანს თან ლამაზი გოგო ეს რატო უნდა უთხრა აი სულიერი სილამაზე გამოსჭვის იმ გოგოდან ისეთი სხივი და პოზიტივი მოდის ელემენტარული რას გიგას კბილები და აბა ყველასე თეთრი ჩადგმული რაკოვინები ხო არ ექნება კაცო ამ ქართველებისა გამკვირვებია რაც დაიგლიჯეთ სულ ყველა მეკბილე და დაიხერხეთ და ის თეთრი რაკოვინები რო გადაიკრა ყველამ კაცო განები თავისი კბილები აქ ადამიანს არა აქ გაკათკათებული მაგრამ სუფთა ხო არის რა თავისი ბუნებრივი კბილის თავისი ბუნებრივი ფერი აქვს არ შეიძლება ყველა ფითქინა თეთრი კბილი იყოს. არა, ვერა. ისე აგიდა და ლანძღა ამ გოგომ გამოვიდა და თქვა, თან ესე ცრემლები ჩამოსდიოდა ამ გოგოს, რომ ჯერ კი ვიფიქრეო, რომ არ გამეცა პასუხიო. მივწერეო პირადში ბევრჯერ დავეკონტაქტეო და უთხარიო, რომ თუ შეიძლებაო ჩამერთეო, პირდაპირ ლაივში ჩავერთოთო და მესაუბრეო, რა გინდა ჩემგან. არაო არ ამცემსო პასუხსო დამბლოკაო ესაქნა ისაქნაო და ესა თან ამბობდა ეს გოგო თან იღიმებოდა რბილად და თან ესე ცრემლები ჩამოდიოდა ესეღა იწმენდაო და აი გამისკდა გული ადამიანებო რატომ უნდა არაფერი არ დაგიშავა
შედი მდგომარეობაში იქნება და რა სულიერი მდგომარეობა აქ იმ წუთში ამ ახალგაზრდა გოგოს პატარა ბავშვი ყავ რა დედათ შენ არა ვარგი ხარო და არ მოწესრიგდებიო და რა დედა ხარო ისა ხალათიანი და შეგხედავსო ადამიანიო და ზედ გეტყობაო რომ მიდი ეხლა და ხაჭაპურის ცომს ამოზელავ ხელაჩიო კაიგე თურმე ვისაც შეუძლია რომ ხაჭაპურის ცომი ამოზილოს ეგ ადამიანად ქალად არ ვარგა. რო შეგხედავენ და ხაჭაპურის ცომის მომზელი ხარ, არაფრად არა ვარგი ხარ შენ. აი სადამდე დავიდა, აი ეს მაგის გაზრდილი შვილი რა უნდა გამოვიდეს? რატომ უნდა მიაყენო შეურად მერე გამოვლენ და ვაიმე 21 საუკუნეში ბულინგი წონაზე? ხო, შენაირები არიან. ბულინგი წონაზე ყველა გამოდის და ყველა ვინც მაგაზე გამოდის რომ როგორ ბულინგი წონაზეა ბულინგი ზუსტად ეგენი არიან ყველაზე მეტი ბულერები აი ჩემთვის ეგ ანუ კი უმახინჯესი ადამიანია რამ ხელას სიმაღლეც გინდა კონდეს მერე უწერენ ქალო სიმაღლე შენ არა გაქო და შენ რანაირი მოდელი ხარო რამდენს უწერენ რატო არა მაქვს 1.73 ვარ თუ 15 ვარ იმდენიც არის ქალბა რომელმაც ისა მოდელობდა თავისი ის არის ის ზეპირაა თქვენ როგორ აფიქრობთ ახლა სიმაღლე იმას რავი რამდენჯერა ზომავენ მაგათ ისე ამეშალანერებ ისე მეტკინა ამ გოგოს ტკივილი ისე მეტკინა მე არ მენაღლება მე ალბათ შეჩვეული ვარ ბავშვობიდან წონა და რაც გინდა მითხრან ეხლა მithumetes ეხლა ხო საერთოდ არ მენაღლება მაგრამ ამ ახალგაზრდა გოგოს რომელსაც ალბათ მართლა აქვს ეს მშობიარობის მერე დეპრესია მერე აქვს ის დეპრესია რომ რაღაცა ცხოვრებას იწყობენ ახალგაზრდები მარტო რაღაცა ვიღაცის გრანდიოზული დახმარებების გარეშე უნდა რომ თავისი საქმე თავისი ხელობა და თავისი საქმე მოიწყოს და წინ წავიდეს აი რაღაცას ცდილობს თელ თავის ამბავს რომ შენ ყველა რესურსს და რომ არ მიდის წინ მერე ამბობდა რომ აი ახლა ისეთი პერიოდია ეთყობა რომ აი ზამთარი და აი მერე ახალი წლები და აი რაღაცა და ვერ აკრიფა ჯგუფი ალბათ არ ვიცი მოკლედ პრობლემები ხო გვაქვს ადამიანებს ხო აქვთ ახალგაზრდა წყვილს და ნუ ყველა ხო ერთაირად ვერ უძლებს ხო ზოგი უფრო ძლიერდება და უფრო წინ მიდის ზოგი ცოტა ითრგუნება ამ გოგოს რაღაცნაირად ყველაფერი ერთად ეს კრუხი ესა 24 საათი რომ ზის TikTok-ზე და იმას რა ქვია პოპკორნს ახრაშუნებს არ იღათი აღარ გასუხდი მე რომ მაგდენი პოპკორნი ვჭამო 140 კილო გავხდები ხო და ესა და ამ გოგოს რატო უწერ შეიძლება კაი ნახე მაგის ვიდეო არ მოგეწონა არ ეთანხმები არ მოგწონს რომ ისა არ არის ფორმაში არ მოგწონს რომ წონა აკრიფა არ მოგწონს რომ კარგი დედა არ არის შენ თვალში იმიტომ რომ ხაჭაპურის ცომის საზელად ვარ მეტი არაფერი რატო უნდა ჩაუწერო ასეთი ვიდეო და თავზე კაკაშკები გადეს და აი ესეთი უნდა იყო და აი რასაგავდი არც ადრე არ იყავი ისეთი ძალიან მეტკინა სული მეტკინა და იცით როდის ამტკივა და იცით როდის აუბრაზდები როცა ვერაფერს ვერ ვახდებ უწერე იქ იმდენი კომენტარები დაუწერე და იმდენ ამ გოგოს ამხნევებდი იმას აულანძღავდი წერე მაგრამ ეგ რას უშველის ეგ ხო არ უშველის მე ხო წარმოვიდგინე ამ გოგომ რამდენსან იმიტომ რომ ესე ჩამოდიოდა ცრემლები თავისით ჩამოსდიოდა და ეგ ხო მე ხო მივხვდი რამდენი ტკივილი აქვს შიგნით და გაუორმაგდა ამ გოგოს და იმაზე ტიროდა რომ მე ცუდი დედა რაც გინდა დამიძახეთო ცუდად მღერიო ცუდად ვიცმევო ცუდად არა აქ მეტი საშუალება შეიძლება და ის აცვია რაც ანის იმას იცმევს რითიც რა ვიცი რა არ ამნიშნულობა აქ ადამიანს რა აცვია და ისე მეტკინა აი წარმოვიდგინე რომ ამასაც რამდენ ხელა ტკივილი მიაყენა ამ ძორმა ამ არაქალმა ეგ ქალი არ არის ჩემ თვალში ადამიანი არ არის ვერ დაუძახე ძონძის კუკლად ძალიან დიდი კომპლიმენტი არის მაგისთვის
როდისას ძინავს, ან როდის რა საქმეს აკეთებს, ან იმ შვილს როდის უვლის და როდის ახედავს, არ ვიცი რო კითხო, კარგი დედაა და მთელი ღამე რო გაათენებ დამჯდარი დაკრუხებული თამაში YouTube-ზე, დღისით როგორ ვარგი ხარ? ჰა? იმ კეთოს ჯადაბას არავინ პატრონი არ აყავ, არავინ მისახედი არ აყავს, არა იქით მიართვი მოართვი დედამისი ყველაფერს უკეთებს, მაგრამ ამას ხო თავი მოაქრო ქალია. ჰა? თუ საჭმელს რო გამოიძახებ, დღეში ერთი ჰამბურგერი შენ და ერთი შეშვის და მე რო ხშია მთელი ღამე და პოპკორნს ახრაკუნებ, თუ ეგ არის ქალობა. ჰა? ხოდა ძალიან გავგიშდი. სად მეთქვა, ისთვის მეთქვა. ამას გინდა უთხარი, გინდა არა, ვერ გაიგებს. ხოდა ხარ თქვენ და მოვარდი თქვენთან. ხოდა არ შეიძლება ხალხო უმოწყალოთ, უმიზეზოთ ადამიანზე, იმიტომ რომ არ მოგწონს ადამიანი იმისთვის ტკივილის მიყენება მაგ დონეზე არ შეიძლება ადამიანებო, არა. გეხვეწებით ხალხო, მე ვინც მიყურებ და შვილები გყავთ, შვილიშვილები გყავთ, ცოტა მონაწილეობა მიიღეთ ამ მაგათ ფსიქიკისა და ფსიქოლოგიის და მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. ცოტა აუხსენით და შემოგეწინააღმდეგებიან, მაგრამ რაღაცა მაინც არჩება კარგი და ცუდი. თეთრის და შავის გარჩევა ხო უნდა იცოდნენ. არ შეიძლება ყველაფრის ერთმანეთში არევა და თავისუფლება არ არის ეგ. ძალიან ცუდი რამეა ის, რომ სხვა ადამიანს, რომელმაც არაფერი არ დაგიშავა, მაგრამ უბრალოდ შენ არ მოგწონს, მაგიტომ დაჯდე და იმიტომ რომ პირდაპირ ის პასუხს ვერ გაგცემს იმ წუთში როცა ლაპარაკობ და იმ წუთში ვერ გაგანდეს ერთ ხლაშანს, იმ წუთში როცა ტუჩებში უნდა შემოგილაწუნა რომ გადაგისკდეს ეგ სილიკონები, არა, აი მაგიტო დაჯდები კარგად და ლანძღავ, იმიტომ იცი რომ პასუხად ვერაფერს ვერ დაგაკლებენ. ნეტავ შემეძლოს აი პირისპირ ისე გავლაძღავთი. არავინ არ არის ის გოგო არც ვიცნობ ხო, რას სულ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ადამიანი აი ესე, როდესაც დაგიშავებს რამეს, როდესაც რაღაცა გაწყენინა, როდესაც რაღაცა დაგიშავა, როდესაც რაღაცაზე შეგეხო, როდესაც რაღაცა შენთვის რამე წმინდას შეეხო, ხო? და გალანძღე გავიგე, მაგრამ ისიც გალანძღე ისე, მაგრამ არა ის, რომ რამსისქე ხარ, რამსიგანე ხარ, ან გძელი ფეხი გაქვს, ან მოკლე ხელები გაქვს, ან მაგაზე ხო არ ეგეთი რამე ხო არ შეიძლება. გალანძღე იმ თემაზე, რაც დაგიშავა. მაგრამ ესე უმიზეზოთ, რომ ადამიანს არ იცნობდა, რა არისო, თან აეგრე, აგდებო, შეგხედავსო, შენო კალო და რა დეპრესია გაქვს შენო, შეგხედავს, მიდი ხაჭაპურის ცომს ამოზელავ, როგორც არაფერიო. ეხავს ხაჭაპურის ცომის ამოზელვა? ჯერეთი ამოზელვა კი არა, ჩაზელვა ეგა. ეხავს? მე მიამაყება, გუშინ დავდექი, ცომი მოვზილე, ჩემი პურისთვის და ჩემთვის პურები გამოვაცხე. ხო და კაის და გემრიელს მივირთმევ. კიდე ერთი რამე უნდა ვთქვა, კიდე ერთი იყო. კომენტარი ჩემ ყვებას რაც შეეხება. დაწყნარდით, დაოკდით. ბევრი არ არის, ერთი ორია. მაგრამ თუ სხვასაც აწუხებს ეგ ამბავი. ჩემ ყვებას რაც შეეხება ხალხო, მე ვიკვებები გადასარევად. იქიდან გამომდინარე, რომ გადასარევად არა მაქვს მხედველობაში ძვირფასობა. არა, მე მაქვს მხედველობაში სარგებლის მხრივ. რამდენადაც შესაძლებელია ამ დაღუპულ პერიოდში და ამ ქვეყანაში საღად კვება.
კვირაში ორჯერ სამჯერ თევზეულსაც მივირთმევ, ხორცის უმაქვს, მე ხორცისტი ვარ, ხორცის ქალი ვარ მე. ხილი არ მეჭმევა და თუ ესე რაღაცებს იმაშვები ხოლმე ბოსტნეული ყოველ დღე რამე ბოსტნეულს აუცილებლად ბრუსელის კომბოსტო ლეილას რეცეპტით გავაკეთე ლელა მომწერა რეცეპტი წამოადუღეო გაჭერიო წამოადუღე მარილ წყალშიო და მე ბოსტნეულთან ერთადო მოშუშეო და უგემრიელესეო მოვშუშე ლელა ბულგარული სტაფილო კარტოფილი არ გამიკეთებია ბულგარული სტაფილო ხახვი კიდე რაღაცა იყო იმიდან ბოსტნეულიდან და არ მახსოვს მოკლედ რაც იყო ეს ბრუსელის კომბოსტო მოვთუშე ერთად პილპილი გავუკეთე მარილი არ სხვა რა კი მივირთვი ორჯერ მაგრამ მე კომბოსტო მიყვარს მაგრამ რო გითხრათ მაგას მეორედ მე აღარ ვიყიდი იმიტომ კომბოსტო მიყვარს ოღონდ ჩვეულებრივი ჩვენებური კომბოსტო მიყვარს რომელსაც ახლა აქ ვერავ შოულობ ლიდლში უნდა წავიდე რამდენი ხანია ვამბობ რაღაცნაირი სპეციფიური რაღაცა გემო არ მომეწონა რა გაკეთებული გამზადებული კარგად ჯერ წყალში მეყარა თელი დღე და მერე გავაკეთე მარილ წყალში წამოვადუღე ამოვიღე და მერე კარგად მოშუშე და ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე ლელა კარგი იყო, განაცუდი იყო იმას ვამბობ, მაგრამ უფრო მე რაღაცა კლასიკური კომბოსტო მინდა ეთყობა. ნუ კაი. რაც შეეხება ბოსტნეულს სულ მივირთმევ, თევზეულს მივირთმევ, ცილას მივირთმევ, ვცდილობ ყოველ დღე რომ დავაბალანსო ჩემი კვების რაციონი, ცხიმები, შაქარი რა თქმა უნდა სუნთლად ამოღებული მაქვს. დამატკბობელსაც ზედმეტად არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ დამატკბობელს როგორც კი გადააბიჯებ და ცოტა ზედმეტს მიირთმევ, ესევე დიარეა გეწყება და არ არის დიდად სასიამოვნო. ხო, ისა და ძირითადად ბალანს ვიცავ თუ არის დღეში ვჭამ 25 გრამი ყველი ან რამე რძის პროდუქტი ყოველ მეორე მესამე დღეს ან ამაქვს ბერძნული იოგურტი ან ამაქვს ხაჭო ან ნუ რძის პროდუქტს ვცდილობ რომ თითქმის ყოველ დღე შევიტანო ყველს ისედაც მივირთმევ ასედაც ნაირებს ასე რომ ჩემ კვებაზე მაინც ნუ იფიქრებთ რომ სათანადოდ არ ვიკვებები გადასარევად რამდენადაც ეს შესაძლებელია რომ საღი პროდუქტი ვიყიდოთ ძირითადად კი ვყიდულობ როცა აწერია ბიოლოგიური არ ამჯერა მაგეების სასიმართლე გითხრათ მაგრამ რას ვიზავთ მაინც ყველაფერი მოწამლულია მაგრამ რა აქვს მეტი გზა არა ასე რომ დამიჯერეთ რა რომ მაგაზე არ არის საფიქრალი და სანერვიულო იმიტომ რომ კი ბატონო თევზით მოწამლულია ესეც აქ თევსაც ახავს ყიდულობ არ ავჭამთ აქ არც გაყინულ თევზს არ ავჭამთ არც გაყინულ ქათამს არც გაყინულ ხორცს აქ რა ვიცი არის მაღაზიები დიდ ქალაქებში აი ეს უცხოელების ინდოელებისა და პაკისტანების მაღაზიები თურქული არ ვიცი თურქული სადაც იყიდება ეს გაყინული თევზი გაყინული სკუმბრია გაყინული ქათმები და იქ ან კიდე დისკაუნტებში ყიდულობენ გაყინულ ქათმებს ანუ იქ მინახია რა დანარჩენი იტალიურ მაღაზიაში მე გაყინული ქათამი არ მინახავს ნედლ ქათამს ყიდულობ ყოველთვის ქათამია თუ რაც არის გინდა ხორცი და გინდა რა ხო და ასე რომ ჩემი კვება რაც მთავარია ყოველ დღე ახალი საკვები მაქვს ყოველ არ არის ის რომ დღეს გააკეთე და ხვალე ჭამო იშვიათი ამაზე თუ ქართულს გავაკეთებ რამეს ხოლმე და იმას რა გადამაქცევინებს ხალხო არა რა თქმა უნდა თუ გავაკეთე ჩაკაფული თუ გავაკეთე ტოლმა თუ ქართული რამე რაც გინდა გავაკეთო გუშინ მაგალითად წუხელ საღამოთი გვიან გავაკეთე ქუფთა წვნიანი ქუფთა გავაკეთე მომინდა წვნიანი საჭმელი რაღაცა ისეთი აი რაღაცა მინდოდა საკვები რო ერქვა კარგი ხო და გავაკეთე საღამოთი გადავირბინე ვიყიდე ისა ხორცი და გავაკეთე ვახშმად მივირთვი და დღეს სადილადაც ის მივირთვი სადილად გქონდა ნუდი ისიც ჩავიყარე იმიტომ რომ ყველაფერი მივიღო ვცდილობ რომ ყველაფერი მივიღო ცოტა ბევრი რაც არის
ასე რომ ისა ყოველ დღე მაქვს მე ახალი სადილი გენაცვალე ყვება, კარგი ყვება ის კი არ არის, რომ რაღაცეები შეფუთულები იყიდო და ის გადაყლაპო და გამოძღი და ვითომ და კარგად გამოიყვებე. არა, კარგი ყვება ის არის, როცა აი ქვაფში კოს მოურევ. აი ეგ არის კარგი ყვება. აი ეგ არის. როდესაც კარგი ახალი ხორცით კაი სადილს გააკეთებ და არა იმიტომ რომ გატარებული ხორცი არ მეყიდა, ხორცაკები მანქანა ვიყიდე ელექტრო. მე ისა განაფულები მეკავებოდა და ანგანა მეხალისება იმ ხელა იმისი ჯღლართის წინ დაუკანთრება სამზარეულოში არეტევა იქამაკ სათავსო ოთახში და გამომაკ გავატარებ, გადავშლი გარცხავ გავაშრობ, წავიღებ ისე. იმიტომ რომ იქ გატარებული ხორციც არ არის ისეთი, არ ვიცი რატო, ვერ ვიცი, რომ მოიტან უკვე აღარ არის, აი რა ვიცი, ჟანგვას იწყებს მალე თუ რა ხდება, არ მომწონს. ხო და მაგიტომ ეგეც ვიყიდე, ასე რომ მე სულ მაქვს ყოველ დღე ახალი სადილი და მერე ახალი სხვა რამე ვახშამი. დღეს საღამოთი სადილად მივირთვი ქუფთა, საღამოთი მექნება ბადრიჯანი შემწვარი მაიონეზით, ბლინჩიკები სოკოთი, ინოჩეტეს რა ექნება. სუპი წვენი, ჩემი წვენი, ქუფთის წვენში ბრინჯიო, გამიკეთეო და მე მაგაჭოჭამო. ხო და ასეა საქმეები. ასე რომ არ არის საჭირო ყველას თებში ჩავარდეს. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მე ეხლა რატო ვაქცევ ყურადღებას ხალხო ვაქცევ, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა ვიწუწუნო. თქვენ ხო იცით რომ ძალიან არ მიყვარს წუწუნი. 3 დღე არის რომ ჩემი კიბო არის აკოთკოთებული. ანუ თავს მაგზნობინებს რომ რაღაცა აქავარო. როგორ აქცნობო ეხლა არ მინდა და არ ვიტყვი და ვიცი როცა არის ხოლმე აწიოკებული ვიცი. არ ვიცი რატო ხდება, როგორ ხდება, რათა ხდება, ხოლმე ვერ გეტყვით, მაგრამ დრო და დრო ამას წინაც ეტყობა რომ ვერვერევი მე ჯერჯერობით ივარჯვებს. იმიტომ რომ სექტემბერში რომ მქონდა კონტროლი და გავიკეთე ანალიზები, სანამ ანალიზის პასუხი მოვიდოდა, მე ვიცოდი რომ არ იყო კარგად საქმე, იმიტომ რომ გრძნობდი რომ ყოველ დღე მეუბნებოდა აქავარო. და ვიცოდი ანალიზებში რაც იქნებოდა. ნუ ექიმაკი დამაწყნარა ასე ისე ჰაიხოა, მაგრამ მე ხო ვიცი. იმიტომ დამინიშნა კიდევ 6 თვეში კონტროლი, თორე უკვე 2 წლის მერე ყოველ 6 თვეში აღარ ნიშნავენ, ყოველ 1 წელში ნიშნავენ კონტროლს, მაგრამ დამინიშნა. კაი. ხო და ეხლა ისევ ვგრძნობ, რომ ისევ წამოყო თავი. ხო და არ ვიცი რა უნდა. რა უნდა არ ვიცი. მაგან არ იცის რომ მე უნდა გავიმარჯვო, ხა? ამ თემაკიბო არ იცის რომ მე უნდა გავიმარჯვო. ხო და ეგეც გითხარით და ეხლა ხო და ეს 3 დღე იმას ვამბობდი რომ იმიტომ ვაქცევ ამ კვებას ყურადღებას და იმიტომ ვცდილობ რომ ბალანსი დამქონდეს, იმიტომ კი შემიძლია რომ სიტყვაზე მოვუკლო კვება შევამცირო კიდე დავწიო კალორია და ისა რა ქვია წონაში დავიკლო რა წონის გამო, მაგრამ ეხლა ის არ ვიცი მე კარგად რომ რომელი მირჩევნია წონაში დავიკლო უფრო თუ უფრო იმუნიტეტზე ვიფიქრო. აი ეგ არის საქმე. ხო და ამ ეტაპზე უფრო ვფიქრობ რომ ვინ არჩუნება ამ წონას, რა თქმა უნდა მომატებაზე საქმე ლაფსაუბარი არ არის, მაგრამ ხო და ეხლა უფრო იმუნიტეტზე ვფიქრობ და მაგიტომ ვცდილობ რომ ნორმალურად ვიკვებო. ამ ჩემ კიბოს ჩემივე თავი, ანუ ჩემი იმუნიტეტი ებრძვის და მე კიდე მაგას უნდა შეუწყო ხელი რა. ხო და ეგრე. ასე რომ ეგრეა ჩემი საქმე, არ გეგონოთ არა ვწუწუნებ, არც დეპრესია არა მაქვს და არც როგორ ვთქვა არც ხასიათზე არ მოქმედებს, არა კაცო, არა. არა. საერთოდ არ
მასეთ შიშებს და აი როგორ ვთქვა, ხوارი არა ადამიანები ჩემ მდგომარეობაში ძალიან ბევრია და აი მე შინიათ და ვაიმე არა მაქვს საერთოდ შიში არა მაქვს. შიში არა მაქვს არანაირად სულ ყოველთვის ვიმეორებ და არ დამეზარებ ხაც ვიტყვით თქვენ ხო იცით დათათუთაშხიაში მეო შიში დავძლიეო და რის შიში დაძლიეო შიშიო მრავალი არისო და რის შიში დაძლიეო და შიში ერთიაო ბატონო ერთიო შიში არისო სიკვდილი შიშიო და იმას თუ დაძლევო ჩათვალე რომ ყველა შიში დაძლიეო და მე აქ ეგ ჩაბეჭდილი და სიკვდილი შიში კიდე არ მაქვს იმიტომ რომ მე ვარ ძალიან საღადმოაზროვნე ადამიანი და ჩემ თავთან იმდენი სამუშაო მაქვს ჩატარებული და იმდენი საუბრები მაქვს ჩემ თავთან და იმდენი ანალიზი და ანალიტიკა რომ მაგის შიში არანაირად არ შეიძლება რომ მქონდეს არანაირად და იცოდეთ რომ სიკვდილის შიში არის ყველაზე დიდი სისულელე და ყველაზე დიდი აბსურდი განსაკუთრებით თუ მორწმუნე ადამიანები ვართ განსაკუთრებით მორწმუნეთათვის რა თქმა უნდა ყოველთვის არის ის გრძნობა შიშს უფრო ვერ შეიძლება შიშს დავარქვათ და გამართლება მოუძებნოთ სიკვდილის შიშს რომ აი იტყვის ადამიანი არა განა სიკვდილის კი არ მეშინია მაგრამ აი შეუცნობელში რომ უნდა გადავიდე აი იმის შიში მაქვს რომ არ იცი სად მიდია როგორ არ იცი კაცო თუ მორწმუნე ხარ კი სადაც მიდიხარ და თუ ეხლა ისეთი ხარ რომ რა ქვია პირდაპირ ჯოჯოხეთში უნდა გადახტუნდე მაშინ უნდა გვეშინოდეს მაგრამ რადგანაც ვიცით რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ძალიან მოწყალია და ძალიან ბევრ რამეს აქვს პატიობს და ძალიან ამიტომ ვეცადოთ რომ კარგები ვიყოთ აი წეღანდელი არ იყოს იმის ერთმანეთი არ დავჭამოთ გვესვას გვეჭამოს ერთმანეთი არ დაგვეჭამოს ხო იცით მაგის მეტი რა არის ქართველებს მაგის მეტი იმდენი სიბრძნეებია და აბა თავში არავინ არ უშვებს ხო და ეს მინდოდა მეთქვა ხალხო არაფრის შიში არ აქვს გქონდეთ რაც მოსასვლელია მაინც მოვა და ვერაფერს ვერ გადაუხვალ რაც კიდე კარგიც და ცუდიც რაც მოსასვლელია მოვა და უნდა მივიღოთ მადლიერებით რაც კიდე შეიძლება რომ ავირიდოთ და რაც ისეთია რომ მოგვარდება და ავირცილებთ თავიდან და რა ვიფრთხილოთ ეგ რა თქმა უნდა რომ ისა ისედაც მაინც გადავრჩებით ხო რაღაცა ხიბად თუ სასწავლო რა ვთქვა რამე რაც სანერვიულოს თუ რაღაცა არ არის არც შიში საჭირო არც უაზრო ნერვიულობა არ ვარგა ძალიან გვნებს ძალიან იმდენი მუშაობა მაქვს ჩატარებული ჩემ ქმართან იძახის ნანა აი ისე შემცვალეო 80% მაინცო შემცვალეო და სულ ვერ ამეთქი მეოთხარ სულ არც ამაკ პრეტენზია არც იმედი და არც კიდე შესაძლებელი არ არის რომ ადამიანი თლად შეცვალო და არც გინდა რა გინდა ხო და უკეთესობისკენ რა თქმა უნდა უკეთესობისკენ იმ მხრივ რომ სხვათა თვალით შეხედო ცხოვრებას ყველაფერს დადებითად უყურო რამდენადაც შესაძლებელია თორე ხა მთლაშტერი კრეტინი და ვარდისფერ სათვალეებ წამოცმული არც მე არა ვარ ბატონო არა ძალიან მყარათავ დგევარ ორივე ფეხზე ეხლა წავედი ეხლა მე თორე კიდე იმდენ სისულელეს ვიტყვი რამდენი გაგიხარდებათ აი ოდნავ ტკბილია ოდნავ მომჟავარი კენკრის ხარჯზე ჟელია სასარგებლოა ჟელატინი მიირთვით და გადასარევად მომწონს. 9 ლიტრი რძით ბატონო, კაი აი ესეთი დიდი ამ სიმაღლე არის და აი ესეთი დიდი მართკუთხედი ფორმა. 1-2 დღე, 2-3 დღე გვეყოფა. როგორც დესერტი, სადილის მერე თორე ხა კი არ დავდგები და კი არ მოვიკლავ მაგის ჭამით თავს, არა. მიუხედავად იმისა, რომ კალორიები ცოტა აქვს. წავედი ხალხებო, აბაჰე და აბაჰო, თქვენ გაიხარეთ თუ მომისმინეთ. იმიტომ რომ აი გავგიშდი ისე მტკივა შიგნით გული სული ისე მტკივა ძალიან მეჯავრ ბავშვობიდან ვარ ძალიან ცუდი მაქვს ხრივ რომ
აი ვინმეს რო ჩაგრავენ არ შემიძლია მე აი რა ვიცი რა ძალიან ცუდი შეგრძნებაა და თან მე რო არ შეგიძლია არაფრის გაკეთება აი ვერაფრის ასე ჩემო კარგებო წავედი ახლა მე აბაჰე დაბაჰო ჩემი ბიჭი იქა მღერის სხვა რა საქმე აქვს მღერის და ბღავის წავედი კოცნით ყველას აბაჰე